1202 წელი. ბასიანის ველი. შორიდან მხოლოდ მტვრის გიგანტური ღრუბელი მოსჩანს. ეს რუმის სულთნის წერილი თამარს უკვე მიღებული აქვს. ეს არ იყო მხოლოდ ომის გამოცხადება. ეს იყო შეურაცხყოფა, რომელიც საქართველოს გადაშენებით ემუქრებოდა. თამარმა ფეხშიშველმა ცრემლებით გააცილა ჯარი ვარძიიდან. იცოდა თუ არა დავით სოსლანმა, რომ იმ დღეს ბასიანზე არა მხოლოდ ბრძოლის, არამედ მთელი კავკასიის ბედი წყდებოდა. საქართველოს ისტორიაში არის მომენტები, როცა დრო თითქოს ჩერდება. 1202 წლის ზაფხულის დასაწყისი სწორედ ასეთი იყო. წარმოიდგინეთ საქართველო, კავკასიის მწვერვალზე მყოფი იმპერია, სადაც თამარ მეფის დიდება შორს ჰორიზონტს მიღმა აღწევდა. მაგრამ სამხრეთით, რუმის სასულთნოში იზრდებოდა ძალა, რომელსაც ქართველების ამბიციების სამუდამოდ დამარხვა სურდა. სულთანი რუქნ ად-დინი არზუმისკენ დაიძრა. მისი არმია არ გავდა ჩვეულებრივ ჯარს. ეს იყო აზიის ხალხთა გიგანტური ტალღა. ისტორიკოსებმა და აი მოდის მომენტი, რომელმაც საქართველთა ხალხი აადუღა. სულთანმა თამარს ელჩი გამოუგზავნა თავხედური წერილით. ყოველსა დედაკაცსა აკლია გონება, წერდა რუქნ ად-დინი. ის მოითხოვდა საქართველოს გათათრებას. ხოლო თუ თამარი რელიგიას არ შეიცვლიდა, მას სულთნის ხარჭობა ელოდა. ლეგენდა ამბობს, რომ როცა ელჩმა ეს სიტყვები თამარის კარზე გააჟღერა, ქართველმა თავადმა, ზაქარია მხარგრძელმა, იმდენად ვერ მოთოკა ბრაზი, რომ ელჩს სილა გააწნა და გონება დააკარგვინა. პასუხი ნათელი იყო. დიპლომატია დასრულდა. დაიწყო ომი, სადაც უკან დახევა სიკვდილს ნიშნავდა. საქართველოს არმია ვარძიაში შეიკრიბა. ეს იყო 80,000-იანი ელიტური ლაშქარი. დავით სოსლანი, კაცი, რომლის სახელიც მტრისთვის შიშის ზარს ნიშნავდა, ჯარს სათავეში ჩაუდგა. მაგრამ სანამ ხმლები აელვარდებოდა, მოხდა ის, რაც ამ ბრძოლას სულიერ ელფერს აძლევს. თამარ მეფე საქართველოს სიმბოლო ფეხშიშველი გამოვიდა ვარძიის კლდეებიდან. მან თავისი ხელი დალოცა ყოველი დროშა, ყოველი მეომარი. ისტორიკოსები წერენ, რომ მეფე ცრემლებით ევედრებოდა ღმერთს თავისი ერის გადარჩენას, სანამ ჯარი ჰორიზონტს მიეფარებოდა. ქართველებმა აირჩიეს სტრატეგია, რომელსაც მტერი არ ელოდა, სისწრაფე. მათ არ დაუწყეს ლოდინი სულთანს, საქართველოს საზღვრებთან. დავით სოსლანმა ჯარი ფორსირებული მარშით წაიყვანა ბასიანისკენ. ეს იყო რისკი. მეომრები იღლებოდნენ, მაგრამ სიურპრიზის ეფექტი მათი მთავარი იარაღი იყო. ბასიანი, ვიწრო ხეობები და მაღალი მთები. რუქნ ად-დინს თავისი ბანაკი ისე ჰქონდა მოწყობილი, თითქოს პიკნიკზე იყო. ის დარწმუნებული იყო, რომ ქართველები თავდაცვაში უბრალოდ გაიქელა. მაგრამ რიცხობრივი უპირატესობა თავისაშრებოდა. სულთნის პირადი გვარდია ბრძოლაში ჩაერთო. დავით სოსლანს ცხენი მოუკლეს. წარმოიდგინეთ ეს კადრი. მთავარსარდალი შუაგულ ბრძოლაში ცხენის გარეშე. გარშემო ათასობით მტერი, მაგრამ სოსლანი არ დაეცა. მან ფეხით განაგრძო ბრძოლა, რამაც ქართველ მეომრებს წარმოუდგენელი ძალა მისცა. ბრძოლა რამდენიმე საათს გაგრძელდა. ჰაერში მტვერი და სისხლის სუნი იდგა. და აი გადამწყვეტი მომენტი. ქართულმა ფლანგებმა მისი უძლეველი არმია და გაქცევა არჩია. ბასიანის ველი მტრის გვამებით დაიფარა. ქართველებმა ხელთ იგდეს წარმოუდგენელი ნადავლი, ოქრო, ძვირფასეულობა და რაც მთავარია სულთნის საგვარეულო დროშა.
ეს დროშა მოგვიანებით თამარმა ხახულის ღვთისმშობლის ხატს შესწირა, როგორც მადლიერების ნიშანი. საინტერესოა ერთი ფაქტი. ტყვეებს შორის იყო სულთნის ძმაც. თამარმა ის ერთი ცხენის ნალის ფასად გაყიდა. ეს იყო სიმბოლური ჟესტი. ამით მან მსოფლიოს აჩვენა, რომ რუმის იმპერია საქართველოსთვის ერთი ცხენის ნალის ფასიც კი არ ღირდა. ბასიანის გამარჯვებამ საქართველოზე ლაპარაკი მთელ მსოფლიოს დააწყებინა. ეს აღარ იყო მხოლოდ პატარა სამეფო კავკასიაში. ეს იყო რეგიონის მთავარი მოთამაშე. დღეს, როცა ბასიანის ველზე ქარი ქრის, ის თითქოს იმ გმირების ხმებს გვაგონებს, რომლებმაც მერვე საუკუნის წინ ჩვენი მომავალი იხსნეს. მათ დაგვიტოვეს გააკვეთილი. არ აქვს მნიშვნელობა მტრის რაოდენობას, მთავარია სტრატეგია, რწმენა და ის მიწა, რომლისთვისაც იბრძვი. გმადლობთ, რომ იყავით ჩვენთან. თუ მოგეწონათ ეს ისტორიული მოგზაურობა, გამოიწერეთ არხი, რათა არ გამოტოვოთ დიდი ბრძოლა. საქართველოს ისტორია გრძელდება.